მოგესალმებით. უკრაინის ომი გლობალური ომის პარტიის კონტროლირებადი სამხედრო ინდუსტრიისთვის ფულის შოვნის საშუალებად იქცა. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის ომი იდეალური საშუალებაა, რომელიც ყველაფერს ჩამოწერს. შესაბამისად, საჭიროა მხოლოდ ისეთი გეგმების წარმოდგენა, რომელიც გარედან ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების თავდაცვის გაძლიერებად უნდა ჩანდეს. რეალურად კი კარგად შენიღბული ფულის შოვნის სქემა იქნება. ამ მიზნის მიღწევისთვის Deep State საკუთარი მარიონეტები ჰყავს ევროპელი ლიდერებისა და ევრობიუროკრატიის სახით. მეორე რანგის მართვადი აგენტოკრატიაა ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები და ევროპარლამენტარები. ისინი ვინც მუდმივად იმას ილაპარაკებენ, რასაც დაუკვეთავენ. აქ საყურადღებო ისიც არის, რომ ევროკავშირი აქამდე მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ორგანიზაციად პოზიციონირებდა. შესაბამისად, მილიტარისტული რიტორიკა და შეიარაღებაზე ძლიერი აქცენტი ევროკავშირის სტრუქტურებისა და განსაკუთრებით ევროკომისიისთვის უცხო იყო. მაგრამ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთა შეიცვალა და თვალსა და ხელშუა პოლიტიკურ-ეკონომიკური პროექტი ევროკავშირი უკვე მილიტარიზაციის გზაზე დგება. რა შედეგებს მოიტანს ეს გეგმები ჯერ ძნელი სათქმელია, მაგრამ ევროკავშირს მშვიდობაზე დამყარებული გაერთიანების სახეს რომ უკარგავს და ამით ევროპა თავის მიზანს სცდება, ფაქტია. ევროპული პოლიტიკური ელიტის მიერ სწორედ ასეთი პოლიტიკის წარმოების გამო გახდა ევროპა ყოფილი ევროპა. ევროკავშირი არის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტი, ზესახელმწიფოებრივი და ზეეროვნული სტრუქტურებით. შესაბამისად, ევროკომისიისა და სხვა ევროპული სტრუქტურებისთვის გლობალისტური და ნეოლიბერალური დღის წესრიგი უფრო მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტი, ტრადიციული ცხოვრების წესი, ეკონომიკური გამოწვევები, ცხოვრების დონე და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. როგორ უნდა განვიხილოთ ევროკავშირი პოლიტიკურ-ეკონომიკურ ორგანიზაციად იმ პრობლემების ფონზე, რომელიც მას ეკონომიკაში აქვს და ამის მიუხედავად მაინც მილიტარიზაცია ხდება ევროკავშირისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ძირითადი პოლიტიკური ხაზი. ცოტა ხნის წინ ბრიტანული ჟურნალი Spectator-ი წერდა, რომ 2000 წლიდან მოყოლებული ევროპული ინდუსტრიის წილი მსოფლიო ბაზარზე 22,5%-დან 14%-მდე შემცირდა. ამავდროულად წილი ფოლადის წარმოებაში 7%-დან 4%-მდე შემცირდა. ქიმიკატების წარმოებაში წილი 2020 წლიდან თითქმის 15%-ით შემცირდა. 2017 წლის შემდეგ ევროკავშირში წარმოებული ავტომობილების რაოდენობა 18,700,000-დან 14 მილიონამდე შემცირდა. ევროპაში 2015 წლის შემდეგ 3 მილიონი ფერმა გაქრა. ენერგოპროდუქტების ფასები აზიასთან შედარებით 4-ჯერ ძვირია და 5-ჯერ უფრო ძვირი ვიდრე შეერთებულ შტატებში. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის გადაიარაღების გეგმა წარმოადგინა, რასაც ევროკავშირის მხრიდან 800 მილიარდი ევროს მობილიზება სჭირდებოდა. მაშინ ამ გეგმას ძალიან დიდი კრიტიკით შეხვდნენ, ამიტომ გეგმა B ამუშავდა. პირველ ეტაპზე 150 მილიარდი ევროს მობილიზების სახით. ეს 150 მილიარდი ევროკავშირს სესხის სახით უნდა მიეღო. მაისის ბოლოს ეს გეგმა დამტკიცდა. ამ გეგმაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უკრაინა, ისე დიდი ბრიტანეთი. სხვათა შორის დიდი ბრიტანეთისა და მისი პრემიერ-მინისტრების ჩართულობა ევროკავშირის პოლიტიკაში აჩვენებს, რომ ეს ქვეყანა არსებითად არცად წასულა და ის, რის გამოც ბრექსიტი მოხდა, მაინც კეთდება. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის პოლიტიკაში ისევე არის ჩართული, როგორც აქამდე, განსაკუთრებით მის საგარეო პოლიტიკასა და ევროკავშირის მილიტარისტულ კავშირად გარდაქმნის საკითხში. ახლა რაც შეეხება 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს. ევროკავშირში შეიქმნება ფონდი, რომელიც ევროკავშირის სახელით, ანუ მისი საკრედიტო შესაძლებლობების გამოყენებით მოიზიდავს სესხს და შემდეგ გადასცემს იმ წევრ თუ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც თავდაცვისთვის თანხას მოითხოვენ. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ქვეყნების მიერ თავდაცვის სფეროს დაფინანსება პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, მაგრამ სწორედ აქ იმალება ძაღლის თავი. წევრმა ქვეყნებმა სესხის აღებისას ევროკომისიას უნდა წარუდგინონ შესაბამისი გეგმა. თუ რა თანხას, რა მიმართულებით დახარჯავენ. ევროკომისია კი მიიღებს ფართო კონტროლს წევრ ქვეყნებში სამხედრო წარმოებაში ინვესტიციებზე. თავდაცვის ყველა გეგმა ბრიუსელთან იქნება შესათანხმებელი. შესაბამისად, საბოლოო სიტყვაც ევროკომისიაზე, ანუ ურსულა ფონ დერ ლაიენზე იქნება დამოკიდებული. ეს არის ევროკომისიისა და ბრიუსელის მხრიდან წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის წართმევის კიდევ ერთი ნაბიჯი, ვინაიდან აქამდე თავდაცვის სფერო სრულად კონტროლდებოდა წევრი ქვეყნების ხელისუფლების მიერ. შესაბამისად, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ერთი გასროლით
ორ კურდღელს კლავს. პირველ რიგში წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს კიდევ უფრო მეტად დაკარგავენ და უფრო მეტად მართვადები გახდებიან ბრიუსელის ბიუროკრატიის მიერ. მეორე მხრივ ევროკავშირი ასობით მილიარდ ევროს ისესხებს და შემდეგ ამ სესხის დაფარვა წევრ ქვეყნებს მოუწევთ. რაც შეეხება თავად უკრაინას, ის ამ დიდ გეგმაში იაფი მუშახელისა და იარაღის სასწრელ პოლიგონად უნდა გადაიქცეს. ამის დასტურია ზელენსკის ბოლო ვიზიტი გერმანიაში. მართალია კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ჯერ თქვა, რომ ტაურუსის ტიპის რაკეტებს გადასცემდა უკრაინას, მაგრამ შემდეგ პოზიციის შესვლა მოუწია თან რამდენჯერმე. იმისთვის, რომ თლად კომიკურად არ გამოსულიყო მისი სიტყვები, ბერლინში გერმანიისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების წარმოების დაფინანსების შესახებ. ესეც ერთ-ერთი გამოსავალი ევროპელი ომის მსურველებისთვის, თუ როგორ შეიძლება ერთი მხრივ ომის გაჭიანურება და მეორე მხრივ იმის მტკიცება, რომ თავად ომში არ მონაწილეობენ. არადა დღეს იმის თქმა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი, კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი და დონალდ ტუსკი ომში არ მონაწილეობენ, ყველაზე კომიკურია. კომიკურია მით უმეტეს იმ ფონზე, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უკრაინის ომს პროქსი ომად განეხილავს რუსეთსა და პოლიტიკურ დასავლეთს შორის. ეს ჯერ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, ბოლოს კი იგივე შტატების პრეზიდენტის განსაკუთრებულმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა დაადასტურა. კელოგმა პროქსი ომში მხარედ უკვე ევროპის ქვეყნები დაასახელა. ალბათ ეს პირველი ნაბიჯია ომის საკითხებზე პასუხისმგებლობის მოხსნისა და ევროკავშირისთვის გადაბარების მიმართულებით. ევროპის გადაიარაღებაზე, როგორც გლობალური ომის პარტიისთვის ფინანსური სარგებლის გეგმაზე, ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. როდესაც 100,000-ობით ადამიანი სისხლიან ომებში ფატალურად იღუპება, როდესაც მთლიანი ქალაქები ნადგურდება, როდესაც ხალხი ქუჩაში რჩება და სხვა ქვეყანაში ლტოლვილად გაქცევა უწევს, ეს ადამიანთა მცირე ჯგუფისთვის დამატებით შესაძლებლობას აჩენს. ზღვის ტრაგედიაზე დიდი ეკონომიკური სარგებელი ნახო. დღევანდელ სიუჟეტში გლობალური ომის პარტიის იმ აქტიურ შემადგენელზე მოგიყვებით, ვისთვისაც გაუთავებელი ომები და მათი უსასრულოდ გაგრძელება ფინანსური მოგების წყაროა. ეს დასავლური სამხედრო სამრეწველო კომპლექსია. ნებისმიერი ომი მათი გავლენის ზრდის და მათი მოგების მაქსიმიზაციის წინაპირობაა და რაც უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველია ეს ომები, მით უკეთესია მათთვის. დასავლური სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელიც უკრაინის ომის გაგრძელების აქტიური მხარდამჭერი და ლობისტია, ამ ომის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარია. ევროპული სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, როგორც გლობალური ომის პარტიის საკვანძო რგოლი, აქტიურად ლობირებს არამხოლოდ უკვე მიმდინარე ომების გაგრძელებას, არამედ ზოგადად ევროპის აგრესიულ მილიტარიზაციას. აღნიშნული პოლიტიკის იმპლემენტაციისთვის კი მათ ჰყავთ დირექტივების შემსრულებელი პოლიტიკოსები. მათ აქვთ მათი სურვილების გამხმოვანებელი მედია საშუალებები. მათ ჰყავთ სრულად დამორჩილებული ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორი და ყველა ამ სუბიექტის გამოყენებით ისინი ცდილობენ ევროპის გადაყვანას სამხედრო რელსებზე. ისინი შემდეგნაირი სქემით მოქმედებენ. ჯერ შედარებით მცირე ქვეყნების ლიდერებს ალაპარაკებენ, რომელთაც პოლიტიკური ჩიხუახუას ფუნქცია გააჩნიათ და უკვე შემდეგ ერთვება საქმეში უფრო მაღალი რანგის პოლიტიკური ელიტა. სწორედ ასეთი სქემით ხდება უკრაინის ომის გაჭიანურების მცდელობა. ერთ-ერთი პირველი დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი იყო, როდესაც მან შოკის მომგვრელი განცხადება გააკეთა, რომ უკრაინისთვის მშვიდობა შეიძლება ომზე უარესი იყოს. მე არასდროს მჯეროდა იმის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი პირველ რიგში სწორედ უკრაინას ეხება. ეს ომი რუსეთს, მის იმპერიალისტურ ოცნებებს და უფრო ძლიერი და დიდი რუსეთის შექმნას ეხება. არ ვფიქრობ, რომ ისინი უკრაინაში შეჩერდებიან, ამიტომ ძალიან მაშფოთებს სწრაფი ზავის მიღწევის იდეა, რადგან ეს პუტინსა და რუსეთს უფრო ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის, რათა დაბრუნდნენ შინ, კვლავ გადაიარაღდნენ, მობილიზდნენ და ისევ შეუტიონ უკრაინას თუ ევროპის სხვა რომელიმე სახელმწიფოს. შემდეგ უკვე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც დააფიქსირა თავისი საომარი რიტორიკა. ევროპამ ამ გამოწვევას ბოლო უნდა მოუღოს, ამ შეიარაღების რბოლას. ევროპამ უნდა გაიმარჯვოს. მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წააგებს ამ შეიარაღების რბოლას, ისევე როგორც საბჭოთა კავშირი დამარცხდა.
არც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ არ დააკლო და თვითკმაყოფილმა უკრაინელები შეაგულიანა, რომ მათ ომის გაგრძელება შეუძლიათ, რადგანაც ბევრი ჯარისკაცი ჰყავთ. უკრაინის გადაწყვეტილება, უკრაინის ნება იქნება გადამწყვეტი. ის დიდი სახელმწიფოა და ევროპაში უდიდესი ჯარი ჰყავთ. ასე რომ თუ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მათ შეუძლიათ ბრძოლის გაგრძელება. მაგრამ არც ერთი ზემოთ აღნიშნული ლიდერი რუსეთთან პირდაპირ ბრძოლას არ აპირებს. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთის დამარცხებას აპირებენ შეიარაღების რბოლაში, თუმცა თვითონ რუსეთთან ომში შესვლას არ აპირებენ. არათუ პირდაპირ ომს გაურბიან, არამედ უკრაინის ომის დასრულების ფარგლებშიც კი საკუთარი სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის გაგზავნაზეც უარზე არიან უკრაინაში. მაშ რატომ ხდება ისე, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ისინი მაინც რუსეთის დამარცხებაზე აგრძელებენ საუბარს? შეიძლება იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ ევროპული სამხედრო სამრეწველო კომპლექსის დავალებას ასრულებენ და მოლაპარაკე თოჯინების როლში არიან. შესაბამისად, ლოგიკური ჯაჭვის პოვნა მათ განცხადებებში ძნელია. როგორ უნდა მოუგოს ევროკავშირმა რუსეთს სამხედრო რბოლა, როდესაც ევროპაში ნატოს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების სარდალმა, კრისტოფერ კავოლიმ, ყველას გასაგონად აღიარა, რომ რუსეთი სამჯერ მეტ საბრძოლო მასალას და ტყვია-წამალს აწარმოებს, ვიდრე ნატოს ყველა ქვეყანა ერთად აღებული. ამ ხელა ჩამორჩენის აღმოფხვრა დონალდ ტუსკს როგორ წარმოუდგენია, ევროპელებს აღარ უხსნის. მეორეხარისხოვანი პოლიტიკური ლიდერების განცხადებების და გლობალური deep state-ის მფლობელობაში მყოფი მედია საშუალებებში მილიტარიზაციის თემის ამოქოქვის შემდეგ წინა პლანზე უკვე მეტი გავლენის მქონე პირები გამოდიან. ყველაზე ცივსისხლიანი გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელის ბრუნო კალის განცხადება იყო, რომელმაც უკრაინელებს 2030 წლამდე შესთავაზა ომის გაგრძელება. გერმანული დაზვერვის შეფმა განაცხადა, რომ უკრაინის ომი ძალიან ადრე არ უნდა დამთავრდეს, რადგანაც რუსეთმა თავისი ყურადღება შეიძლება ევროპაზე გადაიტანოს. შემდეგ უკვე საქმეში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ჩაერთო, რომელმაც ატომური სუპერსახელმწიფოს დამარცხების ამბიციაზე განაცხადა. ეჭვგარაშია, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება უკრაინის დასახმარებლად. ჩვენი დახმარებით მათ შეუძლიათ ომის მოგება. ერთადერთი ენა, რაც პუტინს ესმის, ეს არის ძალა. და ეს ევროპული კაკაფონია უკვე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დააგვირგვინა საომარი გადაწყვეტილებით 800 მილიარდი ევროს ინვესტიციის შესახებ ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიაში. ჩვენ გადაიარაღების ერაში ვართ. ევროპა მზადაა მასიურად გაზარდოს სამხედრო ხარჯები. მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდასაჭერად და ასევე გრძელვადიანი საჭიროებისათვის ევროპის უსაფრთხოებისათვის. ეს უზარმაზარი თანხაა, რასაც ჩვენ წევრ სახელმწიფოებს ვთავაზობთ ერთობლივი შესყიდვებისათვის. 800 მილიარდი ევრო. ეს წარმოუდგენლად დიდი თანხაა. 800 მილიარდი ევრო. ამ ხელა თანხა უნდა ჩაიდოს ევროპის სამომავლო გადაიარაღებაში. ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ევროკავშირისთვის ეს გადაწყვეტილება ყოველგვარ საღაზრსაა მოკლებული და საკუთარი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებზე ნაკლები ფულის ხარჯვას გულისხმობს. ანუ მეტი იარაღი და ნაკლები კეთილდღეობა. ასეთი დასკვნა შეიძლება გაუკეთოთ ევროპულ საომარ პოლიტიკას. რამხელა გროტესკია, რომ ერთ დროს მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი ევროკავშირი დღეს ომის მთავარ წამხალისებლად და აგიტატორად გადაიქცა. დღევანდელი ევროკავშირი, როგორც ჩვენი გადაცემის სათაურში აღნიშნული, ყოფილ ევროპად გადაიქცა, რომელსაც ძალიან ცოტა დარჩა საერთო იმ იდეალებთან, რაზეც ევროგაერთიანება იქმნებოდა. უკრაინის ომის გაჭიანურებამ და ევროპის გაცხადებულმა მილიტარიზაციამ მომენტალურად დასავლური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის დაქოქვა გამოიწვია. ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული სამხედრო კორპორაცია რეინმეტალი დიდი ოპტიმიზმით უყურებს ევროპის გადაიარაღების გაცხადებულ გეგმას და იმედი აქვს, რომ მის პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება. ევროპაში გადაიარაღების ეპოქა დაიწყო, რაც ჩვენ ყველასგან ბევრს მოითხოვს. ისეთი ზრდის პერსპექტივა შემდგომ წლებში, რაც ჩვენ არასდროს აქამდე არ გამოგვიცდია. რეინმეტალის გენერალური დირექტორი სიხარბით აღნიშნავს იმას, რომ ევროპაში იარაღის ჟღარუნი მის ბიზნესს მხოლოდ წაადგება. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი 2025 წელს საერთო გაყიდვების 25-დან 30%-მდე ზრდასელიან. უკრაინის ომით და ევროპის სამომავლო მილიტარიზაციით კიდევ ერთი ევროპული სამხედრო გიგანტი, ბრიტანული BAE Systems ხეილობს. ბოლო მონაცემების მიხედვით მათი სუფთა მოგება 5%-ით გაიზარდა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა და 26
6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა. ეს კი უკრაინის ომის გაჭიანურების და ბრიტანეთის მთავრობის გაზრდილი სამხედრო ხარჯების წყალობით გახდა შესაძლებელი. BAE-ის გენერალური დირექტორის რეინმეტალის ვიზავის მსგავსად თავის სიხარულს ვერ მალავს. ჩარლ ვუდბერნი აცხადებს, რომ პოზიტიურად უყურებს საკუთარი ბიზნესის დინამიკას სამომავლოდ. რა თქმა უნდა, ის აღარ აკონკრეტებს, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პოზიტიური დინამიკა ყოველდღიურად უამრავ დაღუპულ ადამიანს, დანგრეულ სახლკარს და შემზარავ ტრაგედიებს გულისხმობს. ეს მედალის ის მხარეა, რაზეც ევროკავშირში საუბარი პოპულარული არაა, მაგრამ ხანდახან მაინც ისმის ხოლმე სიმართლის ხმა ევროკავშირის ტრიბუნებიდან. The EU solution to the war in Ukraine ევროკავშირისთვის უკრაინაში ომის გადაჭრის გზა კიდევ უფრო მეტი ომია. იარაღის ჟღარული და შეიარაღებისათვის ხარჯვა, რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ეკონომიკურ და ფინანსურ ომში ჩაბმით იმუქრებით. ანუ იგივე საკეთებთ, რასაც უკვე აკეთებდით და სხვა შედეგსელით. ეს ნამდვილი სიგიჟეა. როგორ გადაარჩენს რუსეთში კარაქის გაყიდვის შეჩერება უკრაინელების სიცოცხლეს? როგორ შეაჩერებს ომს ამერიკული თხევადი გაზის ყიდვა? რა თქმა უნდა, ვერა. სანქციების გამოყენებამ ვერასდროს ვერსად ვერ შეწყვიტეს სამხედრო თავდასხმა და ვერ შეძლეს რეჟიმის ცვლილება, მაგრამ სანქციებმა მხოლოდ ეკონომიკური ნგრევა გამოიწვიეს. ამ ყველაფრის ფასს ევროპის მოქალაქეები გადაიხდიან. მასიურად იზრდება ფასები ენერგიაზე, ინფლაცია არ ჩერდება და ცხოვრების დონის კატასტროფული ვარდნა მიმდინარეობს. უკრაინის ომმა არა მხოლოდ ევროპული სამხედრო კორპორაციების შთამბეჭდავის ზრდა უზრუნველყო, არამედ უკვე გაკოტრების ზღვარზე მყოფი კომპანიებიც გამოაცოცხლა. ეს ფრანგული კომპანია რამდენიმე წლის წინ ლიკვიდაციის გზაზე იყო და უკრაინის ომმა მას მეორე სიცოცხლე შესძინა. ჩვენ რთული გზა გავიარეთ. თითქმის წარმოების გაჩერებიდან 2022 წელს 60,000 ჭურვის წარმოებამდე გასულ წელს. უკრაინის ომის შედეგად გაზრდილმა შეკვეთებმა ეს გაბანკროტების პირას მყოფი მცირე ფრანგული კომპანია ევროპლაზმა იმდენად ასარგებლა, რომ ამ უკანასკნელმა სხვა მცირე ფრანგული კომპანიაც კი შეისპიტა. ევროპული სამხედრო-სამრეწველო კორპორაციების აქციების ფასებიც ბოლო პერიოდში რეკორდულად იზრდება. ეს თავის მხრივ სპეკულაციურ ფინანსურ კაპიტალს კიდევ უფრო მოიზიდავს სამხედრო ინდუსტრიაში, რაც ევროპულ deep state-ს მხოლოდ გააძლიერებს. ფრაუ ფონ დერ ლაიენის მიერ გამოცხადებული 800 მილიარდი ევროს ოდენობის საომარი ბიუჯეტიდან 150 მილიარდი ევროს განკარგვის თაობაზე უკვე შეთანხმდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, როგორც ბლუმბერგი და როიტერსი იტყობინება. შეთანხმდნენ ცოტა რბილი ნათქვამია, რადგანაც არანაირი საჯარო დისკუსია ამ თემაზე არ ყოფილა და ევროკომისიამ ისე მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ იმ მთავრობებს და პოლიტიკოსებს საერთოდ არ მისცა პროცესზე ზემოქმედების საშუალება, ვინც ამის წინააღმდეგ იყვნენ. ისინი უბრალოდ დააიგნორა. ევროკომისია სამხედრო ფონდს ჩამოაყალიბებს კაპიტალის ბაზრებზე ნასესხების ახსნების წყალობით და შემდეგ უკვე სხვადასხვა წევრ სახელმწიფოებს კრედიტებს დაუმტკიცებს სხვადასხვა მილიტარისტული პროექტების დასაფინანსებლად. ევროპელების განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზე სულ უფრო ნაკლები თანხა დაიხარჯება, ხოლო ჭურვების, ტანკების, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე და სამხედრო არსენალზე სულ უფრო მეტი. ჩვენ გვჭირდება ფულის უფრო ჭკვიანური და უფრო მეტი ხარჯვა. ეს არ არის გამხილვის საკითხი. ჩვენ ეს ერთდროულად უნდა გავაკეთოთ. Very important defense. სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უბრალოდ მეტი უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის ინდუსტრია. საბედნიეროდ ნატო და ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა გაძლიერდეს მომდევნო თვეებში. ჩვენ ნამდვილად უნდა გავაკეთოთ ეს. შევავსოთ ჩვენი მარაგები. მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გავცეთ პასუხი. როდესაც ევროპული deep state და ევროკავშირის დანიშნული ჩინოვნიკები ევროპელების მომავლისთვის ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ისინი ევროკავშირის მოქალაქეებს ამის შესახებ არ ეკითხებიან. არადასწორად უბრალო, რიგითმა ევროპელებმა უნდა გადაიხადონ ევროპის საომარი პოლიტიკის ფასი, რადგანაც ეს მომავალ თაობებს დიდ ფინანსურ ტვირთად დააწვევა. ევროკავშირის ამჟამინდელ მოქალაქეებს კი ცხოვრებას გაუუარესებს. ამიტომაც უნდა დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ ის კავშირები, რაც გლობალური ომის პარტიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მის მიერ მართულ ბრიუსელის ჩინოვნიკებს შორის არსებობს. აღსანიშნავია, რომ ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ჰიპერაქტიურობა დონალდ ტრამპის გამარჯვებას და მის მიერ უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს დაემთხვა. რა თქმა უნდა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი შეერთებულ შტატებშიც ძალიან დიდ ფულს ხარჯავს საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის, რაც საომარი რიტორიკის ხშირ გამოყენებას და ომების პროვოცირებას გულისხმობს. მხოლოდ 2023 წელს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა შეერთებულ შტატებში 129 მილიონი დოლარი დახარჯა, ხოლო ბოლო 10 წლეულის განმავლობაში $1,300 მილიონი. ეს ოფიციალურად.
და არაოფიციალურად რა გავლენებს და ზემოქმედების ბერკეტებს ფლობენ ისინი ძნელი სათქმელია. მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა ყველა მიმდინარე ომის დასრულების შესახებ საკუთარი ამბიციური გეგმის თაობაზე საჯაროდ განაცხადა და აქტიური ნაბიჯების გადადგა, მას შემდეგ რაც მან საკუთარი გუნდი ნეოკონსერვატორებისგან გაასუფთავა, რომლებიც კონფრონტაციული პოლიტიკის და მილიტარიზმის ყველაზე გულმხურვალი მხარდამჭერები არიან, დასავლურმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა ევროკავშირში სცადა საკუთარი ძალის გამყარება, რადგანაც ევროპულ deep state-ზე მის გავლენას დიდი ისტორია აქვს. შედეგად მივიღეთ ის საშიში რეალობა, როდესაც ევროკავშირის პოლიტიკური კლასი გაუთავებლად ომზე საუბრობს. გერმანიაში კონსტიტუციაც კი შეცვალეს სამხედრო ხარჯების გასაზრდელად და მთელი კონტინენტის ჩათრევა დააპირეს ამ სახიფათო თამაშში. როდესაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი პირველ ნაბიჯებს დგავდა შეერთებულ შტატებში, შეერთებული შტატების იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც სხვათა შორის ყოფილი სამხედრო იყო, თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში 1961 წელს სანამოქალაქეები გააფრთხილა იმ რისკებზე, რაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აღზევება შეიძლება მოეტანა, როგორც უსაფრთხოებისთვის, ასევე თავისუფლებისთვის. დუაიტ ეიზენჰაუერი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი იყო. ცივი ომის მონაწილე და თავიდანვე ნათლად გაათვითცნობიერა სადამდე შეიძლება მისულიყო მსოფლიო იარაღის თამაშით და აგრესიული მილიტარიზმით. უზარმაზარი სამხედრო ისტაბლიშმენტისა და მსხვილი შეიარაღების ინდუსტრიის ეს შერწყმა ამერიკულ გამოცდილებაში ახალია ტოტალური გავლენა ეკონომიკური, პოლიტიკური, თუნდაც სულიერი. ყველა ქალაქში იგრძნობა, ყველა შტატის შენობაში, ფედერალური მთავრობის ყველა ოფისში. სამთავრობო სტრუქტურებში ჩვენ უნდა დავიცვათ თავი არასასურველი გავლენისგან. მოითხოვს თუ არა ამას სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი, ასევე თავი უნდა დავიცვათ არასწორი ძალაუფლების პოტენციური კატასტროფული აღზევებისგან, რომელიც არსებობს და იარსებებს. ჩვენ არასდროს არ უნდა დავუშვათ, რომ ამ კომბინაციის კვალმა საფრთხე შეუქმნას ჩვენს თავისუფლებებს ან დემოკრატიულ პროცესებს. მხოლოდ ფხიზელ და მცოდნე მოქალაქეებს შეუძლიათ თავდაცვის უზარმაზარი ინდუსტრიული სამხედრო მექანიზმის სათანადო იზოლება მშვიდობიანი მეთოდებითა და მიზნებით, ასე რომ მოდით ერთად უზრუნველყოთ თავისუფლება. როგორც დრომ გვიჩვენა, ეიზენჰაუერის შეშფოთების მიზეზი საკმაოდ რეალური აღმოჩნდა. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიციარად იქცა, რასაც დროთა განმავლობაში სხვადასხვა ელემენტი და ფინანსური დონორი დაემატა. დღეს, როდესაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ევროკავშირი ევროპული ტრადიციების საწინააღმდეგოდ დაუსრულებელ შეიარაღების ღრებულაში ჩაერთო და კონტინენტის სოციალურ-დემოკრატიული სტრუქტურა გაანადგურა, ისეთი ტრაექტორიით მიექანება, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. ევროკავშირის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ბიზნეს პარტნიორად იქცა. უბრალოდ საგანგაშო ისაა, რომ მათ ტყვეც საკუთარი ევროპული კონტინენტის მოსახლეობა ჰყავთ აყვანილი. მე მტკიცედ მჯერა, რომ ევროპის გადაიარაღება ევროპის გაძლიერებას კი არა მის შესუსტებას გამოიწვევს და ეს პროცესი მსოფლიოს ნაკლებად დაცულს გახდის. მშვიდობიანი ძალის ლოზუნგით ევროპის გადაიარაღების მცდელობის წინა ხაზზე გერმანია დგას, შედეგად ევროპა უფრო სუსტი და ტოტალიტარული იქნება. ევროპული ქვეყნებისთვის ეკონომიკური კრიზისი უფრო გაღრმავდება, ულტრამემარჯვენეები გააგრძელებენ გაძლიერებას კიდევ უფრო გაღარიბებული მუშათა და საშუალო კლასის მიზიდვით. ძალიან მეშინია, რომ ეს ევროკავშირის ფრაგმენტაციას გამოიწვევს და მოხდება სრული გეოპოლიტიკური დისკრედიტაცია. ისტორიას გამეორება უყვარს. როგორ დასრულდა ბოლოს ევროპის მასობრივი გადაიარაღება გერმანიის ხელმძღვანელობით ყველას კარგად ახსოვს. ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს სურს კვლავ იმის ხილვა, რამაც მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა ევროპული კონტინენტი. იმედია ევროპის მოსახლეობა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და გლობალური ომის პარტიის კომბინაციის შედეგად გამოწვეულ ტოქსიკურ მოქმედებამდე გამოფხიზლდება. ევროპა რომ ყოფილ ევროპად იქცა, ამას მისი სამხედრო პოლიტიკაც აჩვენებს. ის რაც არასდროს იყო ევროკავშირისთვის ძირითადი პოლიტიკური ხაზი, ანუ მილიტარიზაცია და შეიარაღება, უკვე ბრიუსელის პრიორიტეტი ხდება. შესაბამისად, ყველა იმ ევროპულ ღირებულებაზე უარის თქმასთან ერთად, ევროკავშირი კიდევ ერთ სტანდარტსა და საკუთარ მიზანზე, პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირად ყოფნაზე ამბობს უარს. თუკი ამას დავუმატებთ, რომ ადამიანის უფლებები, სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, ევროპული კანონმდებლობა და მართვის სუვერენული მოდელი წარსულს ჩაბარდა, გამოჩნდება თუ სად მიიყვანა Deep State-მა და გლობალურმა ომის პარტიამ ერთ დროს ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული კავშირი. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.